ყველას გამარჯობა. ეს არის მე. დღეს გვაქვს push day. და კიდე როგორც რამდენიმე ვიდეოს წინ ვქვი, ვიდეოთა წიში დაუთმობ ხოლმე დროს კომენტარებში პასუხის გაცემას რა. ბევრი კომენტარი არ დამიგროვდა, მაგრამ თან ბევრს გავეცი უკვე პასუხი, მაგრამ რასაც არ გავეცი და რავი, რაც საინტერესო კითხვები იქნება, იმას ისევ გავცემ. დავიწყოთ. პირველი კითხვა. რამდენი წლის ხარ? ამას უკვე გავეცი პასუხი. ვარ 15-ის შეჯერებით, უბრალოდ მარტში გავხდი, 22 მარტში. და რავი, 16 ზაფხულის შემდეგ წელს. ამიტომ რავი. ამას ეს გავეცი პასუხი თქვენს. სულ ახალი კომენტარი, ეგ პრიორკაუტი მეც მინდა ვიყიდო. და როგორი გამოდგა? გამოდგა კაი. ისე რამდენადაც ვნახე, საკმაოდ ძლიერია და მე ნახევარი კაუზის მიღების რეკომენდაციას ვუწევ. პლუს არ მიიღო რაიმე სხვა კოფეინის შემცვლელი სასმელი. ყავა იქნება თუ სხვა რამ ვარჯიშის დღეს. მაგალითად რონი კოლმანი გიწერია, კოლემანია, ალბათ ქართულად კოლმანი ხა იყოს. რონი კოლმანის ექსტრიმ ვიყიდე. ერთხელ თლიანი კაუზი დავლიე და გული გარბოდა. სად გარბოდა? თანაც ისე რომ როგორც მე მინდოდა ვერ ვივარჯიში ამის გამო. მესმის ერთხელ დავლიე რიტუალის პრიორკაუტი და პატარა ბოთლი იყო რა. კიდე დამრჩა ეგ ბოთლი 2 წამი. Few minutes later. აი ეს პატარა სისულელე არ არის სისულელე. ჯოჯოხეთში გამიშვა კინაღამ. ჯოჯოხეთში ვიყავი ამის გამო. ანუ წერია რომ სადღაც რაკში წერია რომ ხო ძალიან პატარა შრიფტით 2 სერვინგია. ასე პატარაზე რო წერ რარაერად გავიგო. ეს ხომ პიზდეცია. არ მიგონა რომ 2 სერვინგი იყო. მეთქი მე პატარა ერთხელ გადავირტყა მე ბაშად 2-ს თქო. გადავიწყი ცუდად გავხდი ბიჭო. გული მერეოდა, ფაბრუ მეხვეოდა. რავი, ცუდად ვიყავი, კანკალებდი ბიჭო. რავი, მართლა ჯოჯოხეთში გამიშვა ამ სისულელემ. ვიტამინ ფავერ. დიდი ასოები დაწერეთ რამდენი სერვინგია. რანაირად უნდა მიხვდეს კაცმა რომ ეს 2-ია. კაი. როგორ მე უნდა მიხვდე, მაგრამ ასეთი პატარა შრიფტით რო წერ, რავი, რას გაიგებ და რას დაინახავ. მესმის შენი ძმაო, პროსტა პრობლემა რაშია? ზოგში არის ძალიან ბევრი ბეტა-ალანინი გარეული და ბეტა-ალანინმა დიდ დოზებში იცის ცუდი რაღაცეები. და მე ესეთი პრიორკაუტი დავითრიე, რომელშიც ბეტა-ალანინის წილი ცოტა არის, ბევრი არ არის. მაგის გამოც ცუდად არ მხდის, კინთლიანი სკუპი მივიღო და რავი, ძალიან კარგად მოქმედებს. აი ეს დანამატი კონკრეტულად არის იმენა ფამფისთვის. იმისთვის კი არა, ჯანზე იყო, ენერგიაზე იყო, იმენა ფამფისთვის. ისეთი მაგარი ფამფი აქვს. დაჟე გამყიდველთან ვილაპარაკი და მითხრა რომ ისეთი ძლიერი არის ფამფის მხრივო, რომ მთელი დღე შეიძლება ფამფი გქონდესო რა. სისხლის ცირკულაცია გქონდეს ძლიერიო. მე თუ მკითხავ ძალიან კაი დანამატია, ამას სულ ვიყიდი აწი, აი იმენა იდეალური დანამატი ვიპოვე ჩემთვის, არც ძალიან დამბრედველი, რომ აი წამში იქ აღმოჩნდე და არც სუსტი, იმენა იდეალური რა. ძალიან ბევრი პრიორკაუტი და ძალიან ბევრი ფამფის დანამატი მაგ გასინჯული და აი ეს საუკეთესოა. კაი, ხა ძვირი ღირს 100 ლარი რაღაცა პატარა ბანკაში, რომელიც ნახევრად სარიელი არის. რავი, ძვირია, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან კარგად მუშაობს. აი კიდევ ერთი კომენტარი. წარმატებები мотивация არ დაკარგო. არც ჯიმში და არც YouTube-ზე. რამდენი ხანია რაც ვარჯიშობ? ვარჯიშობ სადღაც 9 თვეა. ან 9-დან 10-11 თვემდე. როგორც მე მახსოვს, იმენა ვარჯიში დავიწყე წინა წლის აგვისტოს ბოლოში. თუ დასაწყისში. ბოლოში რა, არ მაქვს, უფრო ბოლოში მგონია. ხო, დიდი ხანი არ არის ვარჯიშობ. თავიდან როგორ დაიწყე? თავიდან დავიწყე სუდად. იმიტომ რომ პირველი 4 თვე, რაც ვარჯიშობდი, საშინელი იყო. არაფრს არ ვიყავი, ვცდილობდი რაღაცა გამიგო. ყოველი დღე ვბენჩავდი,
სისულელეების კეთების მეც არაფერს არ ვაკეთებდი. ჩათვალეთ პირველი 4 თვე პროგრესი არ მქონა, იმიტომ რომ წყალში მეყრებოდა ყველაფერი. ისეთი თან უფრო ძლიერ შეცდომებს უშვებდი. დისბალანსები მიჩნდებოდა კუნთებს შორის ძალიან დიდი, იმიტომ რომ არ ვაქცევდი ყურადღებას რამდენი მისვლა აქ გამომდის, იქ გამომდის ესე და ესე. ნუ მოკლედ რა, თუ დაიწყებთ ვარჯიშს, დაიწყეთ ტრენერით და მერე თუ გინდათ გააგრძელეთ ტრენერით, მაგრამ არ დაგჭირდებათ თუ უკვე ყველაფერში გაიცანით ტრენერი. კიდევ ერთი კომენტარი, ცოტა უხერხულია ეხლა ჩემს ამ კომენტარს წაკითხო, მაგრამ წავიკითხავ. შეყვა ყავს. შეყვარებული. არა? შეიძლება кайხანი არც მეყოლოს, იმიტომ რომ ჩემს გეგმებში ეგ არ შედის, ანუ ჩემს გეგმებში ხარ რაც შედის, ეგ არის ჩემი კარიერა, ვიშოვო დიდი მაყუთი, წარმატებული ადამიანი გამოვიდე როგორც რავი, ფიტნეს სფეროში, ასევე ყველაფერში რაც კი ხელს მოკიდებ, ანუ თუნდაც ბოდიბილდინგი, ფიტნეს სფერო, YouTube-ი, სოციალური ქსელები. ნუ მოკლედ, ჯერჯერობით არ ჟდება ეხლა თუ შეყვა მეყოლება და ტვინს არ გაბურღავს, რატომაც არა. ბრო, სეტეპს ფეილურამდე აკეთებ? ხანდახან, ანუ ხშირად ვაკეთებ ფეილურამდე, მაგრამ სულ არა. განსაკუთრებით მაშინ არ ვაკეთებ ფეილურამდე, როცა გრძნობ, რომ თქვა ჯანზე დღეს არა ვარ და არც არაფერი არ მეხმარება, ანუ სულ ვერ იქნები იგივე ჯანზე, რაც აი ერთხელ შეიძლება აღმოჩნდე და აწიო დიდი წონა, სულ ესე შეიძლება ვერ აწიო. შეიძლება ერთ დღეს გამოძინებული, კარგად ნაჭამია, ყველაფერი კარგად დაემხვის და კარგად ჯანზე იყო და მეორე დღეს არა. ეგრე დამემართა ბენჩზე მაგალითად. 1000 ერთხელ ვაკეთებ ბენჩს, აი მართლა 1000 ერთხელ ვაკეთებ და 2 კვირის წინ გავაკეთე, თუ 1 კვირის წინ ბენჩი 80 რა, ერთხელ. და ანუ ვიცადი გამემეორებინა, ანუ რამდენიმე ხნის მერე. ვერ გავიმეორე. ეთყობა მაგ დღეს რაღაც საკუთრებულ ჯანზე ვიყავი და ფეილურამდე ვაკეთებ თუ არა, ხანდახან, ანუ სულ არა. გადაშორის ერთი კომენტარი მინდა აღნიშნო, მაგნიუმი ვიტამინი არა, მინერალია და ნუ ხსნი ბრო მაგებს ვერ ერკვევი. შესეთი ვიცი, მაგრამ ერთხელ რო რაღაცა შემეშალა და ბევრი რო კარგი ვთქვი, ეგ ალბათ ნორმალური არის ჰეითერებისგან, ანუ ხო, მინერალია, ბაზარი არ არის, შემეშალა. ბოდიში. არც ვიცი კარგად მაგნიუმი, მაგიტომაც ვერ ავხსენი და ვიტამინი უძახი ან და მინერალია, ეგ ვიცი. ნუ გამომეკიდებით ყველა სიტყვაზე, ჯერჯერობით მაინც ბავშვი ვარ და რავი. ბუნებრივია რომ მეშლება და ბევრი რამ არ ვიცი. მოკლედ გავიცი ყველა იმ კითხვას პასუხი, რომელიც კომენტარებში დამიწერეთ და რომელსაც უკვე ალბათ გავიცი ერთხელაც პასუხი. ბლიად. ანუ ნუ მოკლედ რა. გავიცი, გინდ მეორეჯერ გავიცი პასუხი ზოგ კითხვას არა უშავს. პროსტად თქვენ არ გაინტერესებთ ეთყობა, იმიტომ რომ არც კომენტარებში ბევრი კითხვას ვერ ხედავ. უფრო მეტ შექებას ხედავ, ესთვისაც მადლობა, мотиваციას მაძლევთ, მაგით ძალიან დიდ თან. მე ხავ ჭამე უკვე, დანამატებიც უკვე დავლიე და უკვე პრიორკაუთი უტყამს. ამიტომ მალე უნდა გავეშურო ჯიმში. როგორც ყოველთვის ვიწყებთ incline smith-ით ვარჯიშს. ფორა, როგორც ყოველთვის. სულ შორის ვახ თქმა დამავიწყდა რაღაც ხო შაქრის ჭამაზე ვგიჟდები ვაფშე ანუ რაც ტკბილია ყველაფერი მიყვარს თითქმის მაგრამ ბოლო დროს საკმაოდ ძალიან მოუკელი შაქრის ჭამას იმიტომ რომ პირველ რიგში არ მივესალმები სისუსტეს. ახლავე დააგდე ბურგერი, როგორ არ წვენია, როდემდე უნდა იყოს სუსტი, როდემდე? არ მივესალმები სისუსტეს.
გადავრჩი. გადმოვედით ჰამერზე. აქ ვაყენებ ისე რომ ზედამკედი დაიტვირთოს მაქსიმალურად, იმიტომ რომ ბოლო დროს ზედამკედი ჩამომირჩა. და ვამატებ ხოლმე ამ ვარჯიშს რომ გავათანაბრო. ამას ვიზამთ სადღაც 2-3 წელს რა. ნუ როგორც ყოველ. იხა გადმოვედით კროსოვერზე. ქვედან მკერდისთვისაა. ერთი ვარჯიში მაქვს ქვედან მკერდზე, იმიტომ რომ ქვედან მკერდი თითქმის სულ მუშაობს, როცა ავარჯიშე შუას. ნუ თითქმის ყველგან მუშაობს რა. ეს ვარჯიში არის უკვე შუა ნაწილისთვის მკერდის. დავიღალე. Imene juicy dzudzuebi maქვს brat. Juicy boobs. გადავედით ტრიცეპსზე. გავახურეთ. რომ ხილა ძუძუები მაქვს ტო.
იმ შემეჯიბრებით. ეს იყო ფულსტაკი. მარტივია. ამას ბებია ჩემი აწევს. კროსოვერს დავუმატე 5 კილო, ნახოთ თუ გავკაჩავ. ესით გავკაჩავ. ან ვერა. Empina a bunda, vai mulher, rebolando pros bandidos, vai fazendo macetinho, da buceta pros amigos. Empina a bunda, vai mulher, rebolando pros bandidos, vai fazendo macetinho, da buceta pros amigos. Bate, 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 bate na xereca, na xereca, na xereca, na xereca, na xereca. ლიფტი ავიდა, ლიფტი ჩავიდა, ლიფტი ავიდა, ლიფტი ჩავიდა. თან არც კი ვჭიმო, ავტომატურად აკეთებს მაგას, იმიტომ რომ ბიცეპს აქვს ორი ფუნქცია. ერთი შელი მოვკეცოთ და მეორე მოვატრიალოთ რა. არც კი ვჭიმო. რო დავჭიმო? უფრო გამოიწევა თუნდაც რა. არც კი ვჭიმო. просто ვატრიალებ და უკვე ბიცეპსი ავტომატურად შვება რასაც შვება რა. გადმოვიდით ხრებზე წინა მხარი ეს არის shoulder press-ი ეს ვარჯიში დავიღალე რომელი საათია ვაფშე ვახ 9:30-ია აუ ხელზეც ხომ აქვს საათი მაგრამ დამჯდარია მეძინება უკვე იმიტომ რომ ბოლო დროს ადრე დაძინება დავიწყე. წავალ ალბათ energy drinks დავითრევ და ღამე ვარემ არ დავიძინებ. წვეში წავალ და მოვალ ორწამ.
მოვიტანე. რეკლამა არ გამომივიდეს. რავი. სულ შორის ერთი კითხვა მივიღე კომენტარებში არა რეალურობაში რა თუ რატო არ ვარჯიშებ უკანა დელტას რა უკანა მხრის კუნძს შეიძლება იმიტომ რომ გენეტიკურად გამიმართლა და ზურგის ვარჯიშის დროსაც მეზდება რა ანუ საკმაოდ კარგად და მეორე კიდე თან მეზარება რაღაც პონში თუ ისდევ რატო უნდა ვაწვალო და მithumetes გავათანაბრე ძლივს წინა მხარი რა უკანა დელტასთან ძლივს და ეხლა რო დავიწო კიდე უკანა დელტას ვარჯიში და დავამატო ძალიან გამეზდება და პროპორციებში არ ჩაჯდება რა რავი არემ დროსაც ვიზამ მიკრო 1 2 მისლა გავაკეთეთ უკანა დელტა ბარემ მაინც ჯერ კიდევ ჯანზე ვარ და ნად ბარემ მორჩი ვარჯიშს ბარემ მოვიხსნი მორჩი ვარჯიშს იმენა ყველაფერი გავაკეთე რაც პუშტეიზ უნდა გააკეთო ანუ ზოგადად არ ვაკეთებდი ყველაფერს ანუ უკანა დელტას სამატებენ ხოლმე მაგრამ მე არ მჭირდება მაგრამ რავი დღეს მაინც გავაკეთე ხვალ გამეზდება დროთით მის არ ვარჯიშებ ხოლმე და დიდი შანსი გამეზდება მალე ხო და რავი იმედი მაქვს მოგე აქაურობა დაამტრიეს ვახ ჩემი აქაურობა დაამტრიეს მოკლედ თუ მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ გამოიწვიეთ არხი ასევე სოციალურ ქსელების ლინკი აღწერაში მექნება კომენტარებში კითხვები დამისვით ამე თუ გაინტერესებთ ვაფშე ნებისმიერი კითხვა ყველაფერს გავცემ პასუხს ეხლა კიდე წავედი